appetite. ივიკო ჭორაობა არ ეწერა პროგრამაში. ეგრე ხო? ლას-ვეგასში მივდივარ. CrossFit Games-ის ფინალში ვარ, მოხვედრილი პირველად მე საქართველოსთან და ძალიან ბეთქი. CrossFit-ი ატარებს წელიწადში. ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატი ამ სპორტში და სხვადასხვა ეტაპებისგან შედგება რა. თავიდან არის CrossFit Open-ი პირველი ეტაპი, სადაც თელი დედამიწის ათლეტები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ნახევარფინალში გასასვლელად ჩემ დივიზიონში. Adaptive დივიზიონში ვარ, იმიტომ რომ მაჯაში მაქვს რკინა და ვერ მომწრავებ ამ რკინას კი არა. ხოდა მოკლედ Open-ში მივიღე მონაწილეობა, როგორც მთელი ცხოვრება ავიღებ მონაწილეობას. და ვამთავრებდი ხოლმე 33,000 მე რაღაცამდე და წელს მოხდა ისე რომ 20 კაცში მოვხდი და ნახევარფინალში აღმოჩნდი. მე იყო ნახევარფინალის ეტაპი, რომელიც ასევე ონლაინ ეტდება. 20 კაცი მეჯიბრებოდით ერთმანეთს მთელი დედამიწის ნაკრები 20 კაცი რომ მოვხვედრილიყავით 10 კაცში და მოვხდი მერვე ადგილას გავედი მოკლედ და მომივიდა მოწვევა რომ ლას-ვეგასში ვარ დაპატიმრებული ფინალში უნდა შევეჯიბროთ ფიზიკურად ერთმანეთს 10 კაცი. ნახევარფინალი იყო 4 დღიანი ვარჯიში იყო და თითო დღეს იყო თითო ვარჯიშის შესრულებელი რა. და პირველ დღეს რა ვარჯიშს გავაკეთე, ცოტა დროში არ მომეწონა როგორც გავაკეთე. მე მეორე დღეს შეუულებრივად შევასრულე ვარჯიში. ხო, მესამე ვარჯიშს რო ვაკეთე, ტელეფონი მქონდათ გათიშული და რო გამომთავე ვარჯიში, მე გათიშულია მობილური. და მანდნახეთ რა? გაბრაზებული იყო ნახეთმა. კი. ყველა რა გავრბოდი. თავიდან Спасайся-кто может. თავიდან გადავიდეთ მე ვარჯიში და რო გავედი ბოლოში 99% მქონდა შესრულებული და ბოლო 1%-ზე ნოურეფი დამიზახა ნაკაიძემ და მან დამენს და ვაფშე დაეცა ყველაფერს. იმიტომ რომ ეგ ნოურეფის გამო წყალში ჩაყრილი იყო ეგ ვარჯიში და მეოთხე დღეს გავაკეთე, მესამე დღეს რაც უნდა გამეკეთებინა ეს ვარჯიში სრულად და მაგარ დროში და ახოდო ეგრევე მივაბი პირველ დღეს რა ვარჯიში უნდა გაკეთებული 5 წუთში, მეთქი თითქოს და 3 წუთში გავაკეთე და მაგ ვარჯიშმა გამიყვანა ნახევარფინალში 20 კაცში. და მე არა მაგ ვარჯიშმა გამიყვანა ფინალში. ეგ იყო ნახევარფინალი რა. და ფინალი არის მოკლედ მეგობრებო ლას-ვეგასში 11, 12, 13, 14 სექტემბერს 4 დღიანი შეჯიბრება თითოეულ დღეს იქნება 2 ან 3 ვარჯიში და მაგიტო დავდივართ ხან ტრეკზე დავდივართ ხან იქ თქო რა სიტყვი ძალიან რთული ვარჯიში იქნება რა არანაირი დაყოფა არ იქნება თითქმის იგივე იქნება დამზრდელობა იგივე იქნება თითქმის ხოლმე და ამიტომ ძალიან სერიოზული მომზადება გქონდა ჩემი მიზანი და ოცნებაა რომ медаლი ჩამოვიტანო და თუ მაგას გავაკეთებ ვიტყვი რომ რაც კი ოფლი დამეყრია და შემგარშემო ვინც მისნობს კი იცია რამდენი ოფლის მაქვს დაგული რაღაცნაირად დაფასება იქნება მთელი ჩემი ენერგიების და შრომის და ყველაფრის რა იქნება ჩემი ოცნების აღქმენა. თვენახევარია დაახლოებით დარჩენილი CrossFit Games-ის ფინალამდე. ეს თვენახევარი ფაქტიურად სპორები მაქვს მოწყობილი ჩემი თავისთვის თბილისში ვარ, მაგრამ ძირითადად ორჯერად ვარჯიშებს ვაკეთებ ყოველდღე და პლუს მაგავს გეგმავრო სხვადასხვა ადგილას წავიდე შეკრებაზე. ივიკო პროცესში ეჩვევა ლაპარაკს კამერასთან და მე კიდე ძალიან მინდა ხოლმე რომ ბევრი რაღაც გაგიზიაროთ რაც ხდება და გეტყვით რომ რაც ივიკო მილაპარაკა რომ დაახლოებით 2 თვე თვენახევარი მოსამზადებელი პერიოდი აქვს სანამ 3 სექტემბერს ლას-ვეგასში წავა მაქსიმალურად ვცდილობს რომ დღეში 2 ჯერ ვარჯიშოს ეს უკვე ამ დღის მეორე ვარჯიშია.
ეს მაგარი ფული ძრემ ქონდა დილით სირბილი ქონდა და მე სტრონგმენის რაღაცები საღამოს და ეხა ესე ინსიან აქ ჯიგრები ანა კრისტი და კაფსკი რაღაცებს გეგმავენ როგორ უნდა დავაორგანიზოთ სექტემბერი და სავარჯიშო პროგრამები და ასე შემდეგ. კრისტის ხედა უკვე ქეიჯის თანამშრომლად 1-2 თვეში გარანტიას ვიზღები ძმაო ისე ზიხარ მანჩერო მე მგონი მოერგე всё არა ერთას იცი რა სპონსორებს მინდა მოგმართოთ ეს აფიქსი იმაში დაფინანსებთ რა კაცი გავედი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვარ საქართველოს ისტორიაში პირველად დაგვაფინანსებთ რაღაცა იმ არ უიტყვი ხარ ევსა ფინანსებს და დაგვაფინანსებთ თქვენ რა შეგიძლიათ უთხრათ სპონსორებს დაგვაფინანსებთ ფული ხალხი ამეშრომობს და ესეთ მიღწევებს დებს და მე თუ არ დამაფინანსებ და ამას თუ არ დააფინანსებ ივიკო მაინც დააფინანსებს მოუ დავრჩები მივდივართ საქართველოს წარმოვადგენთ და გააზრეთ ფული რა მე რო ვიყო თქვენად გას გავაძრობდი ფულს გადაღებისთვის და მოგე? ვიცი. საუკეთესო დასაცმელს როიცავენ ხოლმე. ის გადაცემა. ეს აიხის დაავადებულია მომდენი. ეხლა სამთი ხო არა ის. ეხლა უნდა ჩაუბარგდეთ როვერი და ბაიკი უნდა დავშალო მანქანაში ჩავდო და წავიღო კიკეთში კიკეთის შეკრებაზე კიკეთის ფერმაში ავდივართ ეს კიდე გიო ჩვენი სული და გული გიოს გარეშე ვერაფერს ვერ გამოვიტანით ვერ გამოვაჩენდით და არა მარტო შემოქმედებითაც ეს კაცი არის პელე კაცი I love you ხო და მოკლედ აი ეგეთი ამბებია აგერ ჩვენი კრეატიული დირექტორი აკეტერი გამარჯობა ნინი fittest Georgia Dragon fittest girl of Georgia ხარ შენ ჩვენი მიზანი არის რომ ამერიკაში რო წავალთ CrossFit-ის ფინალზე გეიმზე მივდივართ ჯგუფი რა Cages ჯგუფი მე შენ ანა კაფსკი და გადამღები გიო და თუშოს და გადამღები გიო არის სტაფის წევრი რომელიც აკეთებს ფილმს და ჩვენზე თუ რაღაც აკეთება ყველაფერს გიო აკეთებს რა და ძალიან მაგრა გვინდა რომ გადავიღოთ და აღწეროთ მთელი ამ გეიმსის სამზადისი დაწყებულია кай ხანია მაგრამ რაღაც ნაწილი რომ ნელში გაწყდება და მე შოქში რაც გამოდის და ახლა ლას ვეგასის კადრები რა იქნება და მე დაბრუნება რა ფილმში და მაგის პატარა ფილმი გვინდა რომ გავაკეთოთ რა და მაგის შესავალი და რაღაცა პირველის დასაწყისი ეტაპი ვიღებ და ეხლა რო კიკეთში სპორებზე მივდივართ და როგორ ვარგდებოდი და ეს რაღაც ერთი კონცეპტს სტორი და კონცეპტის ველოსიპედი და კონცეპტის როვერი ნავის ტრენაჟერი რო აგვაქვს კიკეთში მაგას აფიქსირებს კიკეთს ძალიან დიდი მადლობა კიკეთის ფერმას და დავით განსაკუთრებით იმიტომ რომ ეგ შემოთავაზება ძალიან დიდი ხანია იყო რომ მოდით ჩვენთან რამე ერთად გავაკეთოთ და დაგვატიძეს თავის კოტეჯებში და სასტუმროში რომელიც არის ულამაზესი ბუნებაში და ერთი სული გვაქვს რომ ავიდეთ და ნახოთ ძალიან გემრიელი სერვისები არის რა. და ღვინო აქვთ უგემრიელესი. მე ცოტა მაგისი მეშინია. და საჭმელიც და ახალო სერვისებიც რა. ენზე ჯირითი ვისაც უყარს. და აბანო. და სპა ძალიან ძერსკი. და მასაჟი დაგიჯავშნე. დედას გავს. სპორზე და კემპზე ამოსულები სავარჯიშოდ, მაგრამ კიკეთის ფერმაში ამოსულდა ღვინის დეგუსტაციის გამოტოვება, მე მგონი არ გამოვიწოდა და ეხლა ზუსტად მაგას ვაკეთებთ. ისტორიას ისმენს. მე ვლაპარაკობ, როცა ვსვავ ძალიან იშვიათად ვსვავ, როცა ვსვავ ჭაჭა მევასება ძალიან, მაგრამ ჭაჭას გემო მევასება ძალიან და არ ვარ მარტო რა, სხვაებსაც ევასება თურმე. არაყი არ მევასება რა, ჭაჭა მევასება, ჩანიანი და სადები. ეს ახლა სპირტი არის. ღვინის სპირტი და ეს არის ჭაჭა, მაგრამ ვაუ, რა ლამაზი ფერია.
ეგ საფერავის გვეს. გამომასფერი არა? მაგის გამოაყვარდეს პერიფერი, ეს არის ჯაჯა. ორ შაბათს ამოდის მაო. ცოტა ღვინო დალიე. სამ შაბათს ცოტა მეტი დალიე. ოთხ შაბათს ვაფშე მაგრა დალიე. კაი მწვადი, უგებრიელესი. ნამდვილი ქართული გემოები. ხო. სინცა ჩემო მერტება იმედი მაგრამ პონი გინდა, ბატკანი გინდა, ცხენი გინდა, ცხოველი გინდა, ყველაფერი არის. და რაც თავია სიმშვიდე რა კარგია. წინა მოსამზადებელ პერიოდს გავუმარჯოს და იმ მიზნებს გავუმარჯოს საერთოდ მივდივართ და ხვდენოდეს რა ჩანაფიქრე. თან ივიკო არ იტყვის, მაგრამ მე ვიტყვი რომ ეს არის ლექსო. ეს არის ელენე, ეს არის ლიზი. მე ძიძი ქვევით არის. რატო არ ვიტყვი ესენი? გავიწყდება, აი გუნდა ჩემი ოჯახი ჩათვაა რა ლექსორი ჩემი ბავშვობის მაგას და ლექსო შვილები არიან ლიზი და ელენე. კიკეთის ფერმაში რომ მოვიდიოდით ამბობდა რომ გარეთ ბაიქს დაუდგავდა როვერსო ვირბინოთო ბუნებაშიო და კარგი ვარჯიში მოწყო დღეში ორიო და ეხა როგორ აჭიკჭიკდა თუ ხედავ ვიზარდით რა აშვაგანდა აგები აშვაგანდაც არის და ყველა ვიტამინია ერთად ამაზე მაგარი კრეატინი არ ვიცი გაგვიმარჯოს კაფსკი ჩვენ მიზნებს გავუმარჯოს მედალი იქნება. ეს არის ლუკა ეს არის კაფსკი ჩვენი ფინანსური დირექტორი ვინც არიცით წინალოგიდან ლუქსონა კიდე ჩვენი ამომავალი ვარსკვლავი. ლუქსონა დაგვენახე ქეიჯის ამომავალი ვარსკვლავი ჩემი ძმა. კაფსკი ქათმის წვადის გვერდზე ზიხარდა რა კარგად გამოიყურებით იგი ხდება და ღვინოზე ხარ მიყუდებული და რას დამჯდარხარ მა. მარჯვენა მხარეს არის წვადი შენგან მარჯვნივ წვადი მარჯვნივ ჩემი არის იმაზე კამპოზზე უნდა გადაინაცვლო იმიტომ რომ აქ უნდა წამოვიდეს ეს დატვირთვა. მოიყვანე სოლი. ოპა ისეც მოხდება ვლოგში ოპა ბიჭო ლას-ვეგასზე რაზე ჩამოყალიბდით? არა ძმა არ მომყვება ვეგაში. ვეგაში თუ არ მოყვება აბა ჭიათურაში წამოყვება ბიჭო ვეგაში თუ არ მოყვება ჭიათურაში როგორ გამოყვება შეჩება ბიჭო არ ვიცი მაგაზე ვფიქრობ მეც რა. ჯერ ჭიათურით დაიწყე ჭიათურით დავიწყო უეჭო. ვაფშე ეგრე უნდა გატესტო ძმაო ჯერ ჭიათურაში თუ გამოყვა ეს იგი ლას-ვეგასში ვაფშე გამოყვება ლას-ვეგასიდან არ უნდა დაიწყო და არებს თუ გაგიღებს კიდე რა ერთში კიკეთმა მაგრა გაასწორა მაგარი private საღამო გავაკეთეთ და ისე მოვშინაურდით რომ ბოლოს ჩვენ ვაქრობთ შუქს და კეტავთ კარებს ამაშვილებს თან სირბილი, თან გადაღება, თან ივიკოს რო დაეწიო. იმიტომ ერთი არ ვიცი რამდენი 50 მეტრიც თუ ჩამორჩები და ჩვენ პირველად ვიყავით ტურზე. მაშინ მოგვიყვნენ რომ სხვადასხვა სოფლებიდან აქვთ, სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოტანილი და ნამდვილია და ეტყობა კიდევაც რომ ნამდვილია. კონსტრუქცია ეს მთავარი და შიგნით არის აწყობილი უკვე ისე შედარებით თანამედროვე, თან კომფორტის კუთხით ვამბობ, თორე ინტერიერის კუთხით ძალიან ბუნებრივი არის, რაც შეგნით არის ძალიან ხდება. ამ ვიდეოს რო არ დავადოთ რამე ლათინო ამერიკული სერიალის საუნდტრეკი, იმინ არ შეიძლება. გთხოვთ, საუნდტრეკი on. Por eso yo pregunto ¿quién es ese hombre que me mira y me desnuda? Una fiera inquieta que me da mil vueltas y me hace temblar. რომელმაც ხელმაც აქცია რო ვიცოდეთ თუ შვილი ვისწავლოიცოზე რა ქვია მაგლისასთან გაკაძი ნულ კი ანუ ლაძი მე დაგაპდეითებთ რა ხდება ახლა ჩვენს თავს. მე დღეაც კიკეთში ვარ და სპორი მიდის ნელ-ნელა, როგორც მიდის, რა ტემპებითაც მიდის, აღდგენით ძირითადად, რაც ძალიან მაგარია, იმიტომ რომ წინა კვირა როგორც ვიყო მოლაპარაკა, ძალიან ჩაჭერა ვარჯიშები იყო დღეში ორჯერ, დაჟე შაბათ კვირას და
ეხლა პატარა გადაღება გვაქვს ჩვენი ოჯახის წევრი და Cage Cruise განუყრელი ნაწილი გიორგი არის, კურატაშვილი ამოსული, რაზოგრაფი, რაღაც პატარა ვიდეო რგოლს ვიღებთ, რომელიც გვჭირდება ივიკოს ამ CrossFit Games-ის promotion-ისთვის და თან კიდევ თუშოც აქ არის და გარეთ აივანზე ავაწყეთ როუერი და ბაიკი, რომელიც Cage-დან წამოვიღეთ და ძალიან გახურებული ვარჯიში მიდის თან და სახლში. ძალიან ლამაზი ადგილია პირველ რიგში კიდევ ერთხელ აღნიშნავ. შეგახედებთ შიგნით ახლა. გიოც აქ არის. გიო, პრივეტ. Blessings of Allah, Almighty God, the creator of heaven and earth, maker of all living. მიშო, რამე ერთი სიტყვა იხარ. აქამდე სუივა იყო ხოლმე რო გვალიშიკობდა და როგორია ეხლა? იმ სკამზე გადასვლა სადაც შენ გიწევს გულშემატკივრობა, აი შენი როგორც წვრთნელის, ასევე ძმაკაცის და რაც შეეხება ვარჯიშის პროცესი, არ იცვლება, ისევ ერთად ვარჯიშობთ, უბრალოდ ის შეიცვალა რომ ეხა იუა იქნება სპორტსმენი და წარმოადგენს საქართველოს და მე ერთ-ერთი ყველაზე ახლო გულშემატკივარი ესე რომ ვთქვათ და რავი მოგობთ ნერვიულობს ცოტა იმიტომ რომ ძალიან დურს ვარჯიშობს ემზადება და მინდა რომ ეშრომა დაფასდეს იმიტომ რომ გუშინ ცოტა ბევრი მასაჟი და რილექსი გამოგვივიდა. ძალიან მაგარი მასაჟი აქვს. Go აბანო ქვია მგონი. თუ აბანო number 1. Go ბანია. Go ბანია. არის კიკეთის. Instagram-ზე დააფოლოვეთ. სადმე ისე გაასწორე რომ მე და ჩემი ძმაკაცები ვიყავით და მაგის მე გასულები დავდივართ. ეხლა გავაკეთე 2 კილომეტრი როვერი. მე 2 კილომეტრი ბაიკი, მე ისე 2 კილომეტრი როვერი, მე ისე 2 კილომეტრი ბაიკი და მე კილომეტრი ცოტა უფრო მაღალი ტემპით და კილომეტრი აღდგენისმენში ბაიკი ისევ და გაასწორა რა მოსახოდი მაქვს. ბაიკი, სკიერგი და როვერი და ეხლა კიკეთის ფერმაში რადგან გავაკეთეთ პირველი შეკრება, წამოვიდეთ თან. რომ ცოტა ამოვქაჩო რა. მართალია recovery ისა მაქვს სპორი ეხა პირველი რა კიკეთში უფრო დასვენებაზე არის აქცენტი იმიტომ რომ ორი ვარჯიში მაგრა ჩავაჭერე თბილისში და დავიღალე რაღაცები გამეჭიმა ძლივს დავდიოდი და მოკლედ ეს ორი ინვენტარი წამოგგანტელებს მე ის პროსტა ვათრიეთ სილამაზისთვის ფაქტიურად ერთი თვე დამრჩა ჩაჭერის ერთი თვე სადაც მაგრად უნდა დავიტვირთო და მე უკვე აგვისტოს ბოლოსში აი ერთი თვის თავზე 23-24-დან დატვირთვით უნდა აუშვა და აღდგენითი ვარჯიშები უნდა დავიწყო და რა თქმა უნდა ცოტა ცენტრალური ნერვული სისტემის სტრესი და საშეჯიბროებიც ვარ რო აღარ დავიღალო მე ეგ რა არისავს შეჯიბრთან მიახლოებული დატვირთვები რომ სუმზად იყოს ორგანიზმი ოღონდ გრძელი სესიები და ორჯერადი სესიები აღარ იქნება რა ანუ ერთი თვის თავზე შემორჩება რომ 11, 12, 13 და 14 სექტემბერს მაგარ ხოძე და ყველას ვანახო რომ საქართველოში შეგვიძლია CrossFit და თან მაღალ დონეზე. და უდიდესი მადლობა კიკეთის ფერმას და ყველა თანამშრომლებს და დამფუძნებელს და
ყველა თანაშრომელს, იმიტომ რომ უმაგრესი ხალხი ხართ და ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან. მოკლედ, ამაზე გემშვიდობებით. პირველი გასვლითი ღონისძიება იყო ეს ბორის და კემპის და ბანაკის სახით. წადი შენ. და შემდეგზე არ ვიცი სად ვიქნებით. თბილისში ვიქნებით თუ ეჭველი და გავაგზავნებთ ვარჯიშებს, მაგრამ თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, რომ ხარი დაუჭიროთ იუიკოს და ჩვენ გუნდს ამ გზაზე შემოგვეხმიანეთ კი იციცაც ნუ შემოგვეხმიანოთ თუ გინდ Instagram-ზე თუ გინდ YouTube-ზე თუ გინდ Facebook-ზე და ძალიან გაგვიხარდება იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა იდება ამ ყველაფერში და ძალიან გაგვიხარდება თუ დაფასდება და ხალხიც ამას თქვენი მხრიდან სხვანაირად აღნიშნავს ამიტომ გელოდებით მადლობა Oh mon amour, wie weit es lässt, du trittst aus Gas, Benzin verbrannt, die Nacht verschluckt, die Straße.